ქართული ოცნება უკვე მესამე წელია ხელისუფლებაშია. როგორ შეაფასებდით მათ მუშაობას? ძალიან იმედი ჰქონდა იმათი, რომ მოდიოდნენ. გვეშველება თქო, მაგრამ კი არ გვეშველა. უკან და უკან წავედით სულ. რა დაპირებები შესულდა 220 ლარი იქნება პენსიაო და 220 კი არა ძაღლივით გვიგდებენ 3 ლარს და 5 ლარს და 10 ლარს. 10 ლარი რომ მოუმატეს ახლა რამდენი არის ისა დოლარი და რაღის ფასები აპა მიდი ბაზარში წადინახე. რას თქვა ვერაფერი ვერ გააკეთა. გარდა იმისა რომ ჯივები დაგიცარიელდა და დაგვიცარიელდა. როგორ შევაფასებ, არაფერი არ კეთდება. უარესობისკენ მიდის მდგომარეობა ყველაფერი. ის დაპირება შესრულდა რომ თქვენ ჯიბებს შეეტყობაო და შეეტყო კიდეც. უკანსვლით. უარყოფით. რატომ? რა კეთდება ნორმალურად. დაპირება კაიემა შესრულება არის. არაფერი არ სრულდება. ტყუილით არიან გატენილები, ტყუილით. რასაც იტყვიან, სულ ყველაფერს იტყვევიან. არაფერი შედეგი იმათ სიტყვებს არ აქვს. რაც ქვეს ყველაფერი უკან დადრიანდა. გაუარესდა ყველაფერი. ყველაფერი უკან მიდის და უკან და როგორ უნდა შევაფასოთ თქვენ? შედეგი წარმატებისგან არაფერი არ არის, აბსოლუტურად. იმ მთავრობაზე თუ რამეს იტყოდი, მაშინ მეგიჭერდნენ. და ამ მთავრობაში, ამ პერიოდში ყველას უფლება აქვს, რაც უნდა ითქვას. დადებითად არ შევაფასებ, იმიტომ რომ დაპირებებს არანაირის არასრულებენ. თუნდაც ურთენზე ავიღებ. ახალი ხალხი მე მგონი არ დაუჭერს 90% მხარს, იმიტომ რომ 60 თეთრი ყურძნის ფასი არაფერი არ არის გლეხისთვის. დაპირებები თუ შესრულდა, უკეთესობისკენ თუ შეიცვალა სიტუაცია? ხო, რა თქმა უნდა. შესრულდა? თქვენ ჩვენზე უკეთესად არიცით. ბევრი რამე არ შესრულდა. დანაპირები ბევრი რამე არ შესრულდა. პირველი ორი უფრო კარგი იყო, მესამე ძალიან ცუდია. წერს ჩვენ ძირითადად ვართ ყურძენზე. ხო და წერს გამოგჭრეს ყელი რა. შუქს გაგიეფებთო გაგვიძვირეს. პენსიას გაგიორმაგებთო 10 ლარი მოუმატეს მამაჩემს ეგერა. მესამე წელია ქართული ოცნება ხელისუფლებაშია. როგორ შეაფასებთ მათ მუშაობას? პირადად მე ძალიან ძვირფასად, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ბიზნე ივანიშვილი. ბევრი შესრულდა, ბევრი არ შესრულდა, მაგრამ შეასრულებენ. რაც შეგვიძლია არ გააკეთეს. მანეთზე ზევითნა იყოსო ყურძენი ყოველთვის. მანძია 30 კაპიტა გასაჩვენ მაგა კიდე აბა რა გაიცვა. რის დაპირება, რა დაპირება, პენსიონერი კაცი ვარ. ხო და 4 წელიწადი ამ პირდებოდნენ, უნდა დაგიმატო, უნდა ძლივი ახლა 10 და ორმაგი გასულს მოუმატა საჭმესა პროდუქტი. ეგეთი უპატრონო ქვეყანა არ ყოფილა ჯერ. როგორც შეხედა ნაჭამენ მარტო. აიგეთი მჭამელი ხალხი შეხვდა ჩვენი მთავრობა. რაც დაპირდნენ შეასრულეს რომ არაფერი შეუსრულებიათ. ხალხის მოტყუების მეტ არაფერ არ აკეთებენ. უფრო უკან წავედის რა ვარ.